გავაგრძელოთ მეგობრებო, მე ერთი მხარე გავაკეთე. ახლა მეორე მხარეს თქვენთან ერთად გავაკეთებ. თეთრი ძაფი ავიღოთ, გავუყაროთ ნევში. გავუყაროთ ნევში. უკანა მხრიდან, აი ასე, შევიდეთ. აი ამ ადგილას. აი ასე შევიდეთ გვერდში. და აი ამ ადგილას თვალის ძირში, ძირის ბოლოში გამოვიდეთ. ძალიან არ გავუჭიროთ, აი ლამაზად თითით მივეშველოთ. მეგობრებო, ძალიან არ გავუჭიროთ, იმიტომ რომ შიგ თვალში ძვრება ხოლმე მე და ძალიან ცუდად გამოიყურებ, ბევრჯერ გვიწევს ხოლმე თეთრი ძაფის გატარება ხოლმე. აი ესე ჩვეულებრივად თავისუფლად იყოს. აი ასე. ეს თეთრი ძაფი უკვე მოვაჭრათ, აღარ გვჭირდება. ახლა გავუკეთოთ შავი ძაფი. შავი ძაფი გავუკეთოთ. აი ასე. თვალის ზოლიდან ერთი თვალი დაბლა, ორი თვალი გადავითვალოთ და მანდ უნდა გავაკეთოთ ჩვენი თვალის ბოლო. ერთი თვალის დაბლა. აი ასე. თვალი ხომ აქ მთავრდება ერთი თვალის დაბლა და ორი კუბიკი უნდა გადავითვალოთ. ასე და მეორე მხარე აი აქ უნდა ჩაუყაროთ. აი ამ ბოლოში სულ. აი ასე და მაღლა 4 თვალის მაღლა გავაკეთოთ თან წარბიც მივაყოლოთ. აცრავად მოდი თქვენ ესე რო არ გაგიჭირდეთ. აი ასე გავაკეთოთ. ისევ იმ ადგილას გავიდეთ. აი ასე. ისე უკან დავბრუნდეთ. და გავაკეთოთ წამწამები. ერთი ბოლოში ერთი თვალით მაღლა, ხედავთ გონი, ასე შემოვატრიალოთ და მეორე თვალის დაბლა. აი ასე. ახლა წარბიც მივაყოლოთ ბარემ. წარბი. აი აქ გავაკეთოთ შუაში 2 4 6 თვალი შუალედი გავუკეთოთ. უხედავთ მეგობრებო, რა საწვალებელია და შენ ნაშრომზე რო გეტყვიანო რა არის ძაფის თოჯინაა და რამხელა ფას ადებო. ძალიან საწვალებელია, ძალიან შრომის უნარიანი, მაგრამ რა ვქნათ, გვიყვარს ჩვენი საქმე. 2 4 6 არა მეგობრებო.
7 თვალი, იმიტომ ნაკსობი ხან ეს მარცხნივ მოყვევს, ხან მარჯვნივ მოდის ხმე და ცოტა თვალის სიმით უნდა გავალა. 4 თვალი, 2, 3, 4 და 1 თვალით დავლა ჩავიდეთ და გამოვიდეთ ისევ იმ ადგილას. აი ასე. ჩვენი სახეც გავაკეთეთ, ჩვენი ლამაზი გოგოს სახეც გავაკეთეთ. რასაც ვერ გაიგებთ, მომწერეთ, ყველანაირად დაგეხმარებით. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, მოიწონეთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი და ასე შემდეგ. ყველანაირად დაგეხმარებით, ვისაც მოსწონს ჩემი თოჯინები, ასევე თვითონ უნდა თოჯინის მოქცევა და ვერ გსოვს, შეუძლიათ მომწეროთ, მე ყველანაირად დაგეხმარებით. რომელი თოჯინა ჩემს საიტზე შეედით ნინო Facebook-ზე, ნინო Handmade-ზე, ძალიან ბევრი ლამაზი, ბევრი თოჯინები, ცხოველები მყავს, შეგიძლიათ გამოიწეროთ. ახლა გავაკეთოთ, მოდი ყურები. თუ ჯერ ცხვირი გავაკეთოთ. მოდი ცხვირი გავაკეთოთ ჯერ. ცხვირი ძალიან ადვილია ცხვირის გაკეთებაც. ისევ კანის ფერს ვიღებთ, რითიც თავი მოვხსოვეთ და ვაკეთებთ 2 პირს. აი ასე. 2 პირ ძაბს ვაკეთებთ. ეხლა ჩვენ გვინდა მარკერები. რომ მოვნიშნოთ ქინძის თავი, პროსტორად რომ მოვნიშნოთ ცხვირი სადნა გავაკეთოთ. ცხვირი აი აქ უნდა გავაკეთოთ ეს. აი ამ ადგილას თვალის დაბლა. აქ ხო გვაქვს 6 თვალი, 1, 2, 3, 4, 5, 6, შუაში 2 თვალში უნდა გაკეთდეს. შუაში 2 თვალში უნდა გაკეთდეს ცხვირი. 1 და 2. აი ასე. მოდი დავიწყოთ ხა ცხვირის გაკეთება. დაბლიდან ამოუყაროთ ნევსი. მოხსნათ ქინძები, ქინძის თავები. ესე ამოუყაროთ. ესე ლამაზად ხელით უკან გადმოვჭიმოთ. და მეორე მაშინ ჩავუყაროთ და 1, 2ჯერ, 3ჯერ ესე თან ხელით გავასწოროთ, რომ ლამაზი ცხვირი გამოგვივიდეს. აი ასე, თითი დავადოთ. 1, 2 გავასწოროთ აუცილებლად ცხვირი, რომ ლამაზი გამოგვივიდეს. აი ასე. 2. გვეყოფა ეს 2. ეხლა მეგობრებო, ეს ნევსი უნდა მოვატრიალოთ უკუღმა და დაბლიდან მაღლა აი ესე უნდა შევუყაროთ. გონი კარგად ჩანს. თან აუცილებლად ვასწოროთ, რომ ლამაზი ცხვირი გამოგვივიდეს. აი ასე, ლამაზად. აი ასე. ისე უკნიდან შევუყაროთ, ეს თითით ვასწოროთ ყოველთვის. შემოვახვიოთ ამ ჩვენ ცხვირის ძაფზე. აი ასე. გავასწოროთ ხოლმე. ისე უკნიდან შევუყაროთ ამ თვალ ძაფში. ისე ასე. და ერთი ცალიც გვეყოფა მგონი, ერთ ცალიც გავაკეთოთ და გვეყოფა ალბათ. აი ასე, მეგობრებო. ასეთი ლამაზი ცხვირი გამოგვივიდა. გამოვიდეთ უკან, მოვჭრათ ძაფი. ჩვენი ცხვირიც ჩავამთავრეთ. აი ასე. შეგედათ რა ლამაზი ცხვირი გამოგვივიდა. მოვჭრათ ძაფი.
ეხლა მეგობრებო, ყურები უნდა მოგხსოვოთ. ყური როგორ მოგხსოვოთ? ჯერ გაჩვენებთ თვალის კონტურის დასასრულიდან ორი თვალით დაბლა. გვერდიდან 1 2 3 4 5 6 თვალი გადავთვალოთ გვერდიდან. ჩავაჭოთ ქინძის თავი და ბოლო თვალის სიმიდან ორი თვალი 1 2 ჩავაჭოთ აქ. 4 თვალი დაბლა ჩამოვიდეთ. აი ესე უნდა გავაკეთოთ ყური. მივაკეროთ. ეხლა ავიღოთ რკალი გავაკეთოთ. დავამაგროთ. უბრალოდ ეს დაბლითად ძაფი ცოტა დიდი გავაკეთოთ, რომ უნდა შევკეროთ. რკალი გავაკეთოთ. შეგიძლიათ ჩვეულებრივად მე წიწილი, მაგ რკალის გაკეთება არ მიყვარს. ჩვეულებრივი თვალით გავაკეთოთ, მაგალითად. დავამაგროთ, ერთი თვალი მოვხსოვოთ და ამ ერთ თვალში ორი თვალი ამოვხსოვოთ, აი ასე. და 6 თვალი მოვხსოვოთ შიგ. 1 2 3 4 5 და 6. აი ეს არის სულ ჩვენი ყური. დავამთავროთ ძაფი, მოვაჭროთ ძაფი. ეს ერთი ყური. ახლა მეორე ყური გავაკეთოთ. იგივე ვაკეთებთ მეორე ყურსაც. გავაკეთოთ თუ ახლა ესე მოგხსოვოთ, რკალი გავაკეთოთ, ერთი თვალი ჩავამაგროთ, აი ასე. ერთი თვალიც გამოვხსოვოთ და 6 თვალი ამოვახსოვოთ. 1 2 3 4 5 და 6. კალი შევკრათ და აი ასე. ჩავამაგროთ ჩვენი ძაფი, რა გაგვეშალოს ყური, მოვაჭროთ ძაფი. ეხლა ავიღოთ ნევსი, უკაცრავად. ავიღოთ ნევსი, გავუყაროთ ჩვენ ყურებს, აი ასე. გავუყაროთ ნევსი და მაღლა დავამაგროთ. აი ამ ქინძის თავში მაღლა შევუყაროთ. სადმე ესე შორს სადაც გინდათ გამოდით. აი ასე გავასწოროთ ყური, რომ ლამაზყარეს იყოს. ერთი ორგან ესე გადით გამოდით, არ გინდათ ჩამაგრებები, ესე ჩაიმაგრებს და მოვაჭრათ ძაფი. აი ეს. ერთი მხარე ჩავამაგრეთ. ახლა მეორე მხარე ჩავამაგროთ. ესეც აქ ამ ქინძის თავში გავუკეთოთ ეს ნევსით. ესეც სადმე გამოვიდეთ, რომ ჩამაგდეს აქ. აი ეს, შეხედეთ რა ლამაზი ყური გამოგვივიდა. ესე ჩავამაგროთ, ერთი ორგან გავიდეთ, გამოვიდეთ. მოვაჭროთ ძაფი. ერთი ყური მოვჭით. აბა შეხედეთ რა ლამაზი ყური გამოგვივიდა. ეხლა მეორე მხარეს
მეორე მხარეს გადავიდეთ. 1 2 3 4 5 6 6 თვალი. ბოლო თვალიდან 1 2 თვალით დაბლა. აი ასე მეგობრებო. 2 თვალით დაბლა. და 4 თვალით დაბლა. აი ასე. სწორად რომ მიყვეს. კი, სწორია. ეხლა მეორე ყურიც წინა მხარე რომ ლამაზად იყოს, აი ასე. გავუკეთოთ ნევსი. აი ასე, ნევსი გავუკეთოთ. შევაჭოთ აქ ნევსი. ეს კენდის თავი გამოვიღოთ. აი ასე, 1-2-გან 3-გან შევაჭოთ. მოვაჭრათ. ეხლა მეორე მხარე. ესეც მეორე მხარე. მეორე მხარეც გავასწოროთ და კინძის თავის ადგილას ჩავაჭრათ და უკან სადმე გამოვიდეთ. ხელითაც ესე ლამაზად გავალამაზოთ. ასე. მოვაჭრათ ძაფი. ახლა გავუკეთოთ პირი და ჩვენი თავი გამზადებულია მეგობრებო. მეგობრებო, ახლა გავუკეთოთ პირი ვარდისფერი ძაფით. ცხვირიდან დაბლამდე 4 ზოლი ჩამოთვალოთ. 1 2 3 4 და შუაში 2 ცხვირის დაბლა 2 თვალი მოვნიშნოთ. შევუყაროთ აქ ერთ კინძის თავში და მეორეც აქ მეორე კინძის თავში. ჩამოვიდეთ ისევ და გამოვნასკოთ ეს ძაფი. აი ეს, მეტი არაფერი არ უნდა მეგობრებო. ესეთი ლამაზი გოგო გამოგვიდა. ლოყები მეგობრებო, ახლა კიდევ შევსობა უნდა ჩემ ლოყებს, როგორც ხედავთ. ლოყები შევავსოთ კიდევ ცოტათი. კარგად იყავით. შემდეგ მივაკეროთ თავი ჩვენ ტანს. განახებთ ახლა შემდეგ ვიდეოში ტანი როგორ უნდა მივაკეროთ. ცოტას მაინც ცოტა რთულია კამერის წინ. მიახლოებით განახებთ და შემდეგ გავაკეთოთ პარიკი ჩვენი თოჯინისთვის. მეგობრებო, ახლა უნდა განახოთ როგორ ჩავამაგროთ თავი. მაგრატებით აი ესე ამასაც ესე გავუხრიტავთ და ამ მართულს ჩამოატარებთ აი ასე. ახლა გავუკეთოთ ნევსი და გავკეროთ კისერი. ძალიან რთულია ესე კამერაზე ჩვენება გაკერვის, მაგრამ ყველანაირად ვეცდები. მაღლიდან აი ესე ერთი თვალიდან მეორე თვალში უყრით. კარგად გამოვჭიმავთ ესე. ახლა დაბლა 1 თვლიდან მეორე თვალში, ნახვეთში მეორე ნახვეთიდან დაბლაც ასევე. ხან მაღლა, ხან დაბლა. აი ასე მოგწოთ, კარგად გამოვწოთ, აი რომ კარგად რო გაჩვენოთ. ბოლო ძაფისაიდანაც გამოვედით, იქ შევუყრით ისევ და მეორე ნასხვრეთში უყრით. ეხლა დაბლა. ძაფისადაც არის, აი ძაფისადაც არის და იმ ძაფშივე უყრით. მეორე ნახვეთში გამოვდივართ. ბოლომდე აი ასე ჩავამთავრებთ. ერთსაც გაჩვენებთ. აი ასე. ამ ნახვეთში თვლები არ გამოვაკლოთ, თორე ძალიან უშნო ნაკელი გამოვა. აი ასე.
და პირველი არ გამოგივიდეთ, მეოთხე არ გამომიდეთ, თავიდან არც მე არ გამომდიოდა, მაგრამ ყველაფერი სწავლით არის, გისურვებთ წარმატებას.